ვიკო თუ ახლოს ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით, რა გელოდებათ ფინანსებში, ჯანმრთელობა, პირადი ურთიერთობა, რჩევები თქვენთვის. იფიქრეთ საკუთარ თავზე. ნახოთ ახლა ახლოს ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იტრიალებთ. ნახოთ თქვენი საქმიანი სიტუაციები როგორ განვითარდება ერთი კვირის განმავლობაში. ესე იგი დავიწყოთ ჯერ ზოგად ენერგიების აღწერით, ახლა რა გელოდებათ. ზოგადად კვირა აქტიური იქნება, მოგიწევთ აქტიური ინიციატივის გამოჩინა, შეიძლება საკუთარი აზრის დაცვა, საკუთარი შეხედულების დაცვაც მოგიწიოთ და თქვენი სიმართლის დამტკიცება გატანა, ცოტა კონფლიქტური, აგრესიული ენერგიები შეიძლება იყოს, შესაძლოა ვინმე გაგაბრაზოთ და გაღიზიანდეთ ამ ყველაფერზე. თუმცა ამ კვირას ასევე ახალი შანსიც გიჩანთ, ახალი შესაძლებლობაც გიჩანთ. შესაძლებელია მატერიალური დახმარება მიიღოთ, ან ფინანსური დახმარება, ან ანაზღაურება, ან ხელფასი, ან რამე საჩუქარივითაც, რაღაც მატერიალური ხელშესახებს აუცილებლად მიიღებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში და ვიღაცისგან დახმარება გიჩანთ. თუმცა შეიძლება რაც მიიღოთ, ის ისევე გასცეთ, ანუ ბრუნვაში დატრიალდეს და ესე კი არ იყოს, რომ შეინახოთ, ანუ ეგრევე იხარჯებოდეს. რაც შეეხება ახლა საქმიან სიტუაციებს და საქმიან მდგომარეობას და ზოგადად რა, როგორც გითხარით ამ კვირას საქმიანი და ფინანსური რაღაცა დახმარება გიჩანთ, მაგრამ მაინც ნერვიულობთ და მაინც რაღაცას განიცდით და მაინც არ ხართ ბოლომდე კმაყოფილები აი საქმისთან დაკავშირებით. შეიძლება რაღაც საომალო სიტუაციებზე ღელავთ, ან რაც სადაც ხართ ის არ გაკმაყოფილებთ და გაურკვეველია მომავალი და აი ეს გძაბავთ, რაღაცა მეტის მიღება გინდათ, ემოციურად ხართ აქ უფრო გამსჭოლები, აი გახართ და რაღაცას ძალიან ფიქრობთ, შეიძლება ჩაციკლებივითაც ხართ, მაგრამ გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ხედავთ თლად ბოლომდე. ანუ ემოციური უფროა ახლა მომდევნო ერთი კვირა საქმეში, ვიდრე რეალურად ძალიან პრაქტიკული. აქ უფრო რაღაც შინაგანი სამყაროებია დასაბალანსებელი და თქვენი შინაგან სამყაროში ხართ, შეიძლება გასარკვევი საკუთარ თავში საქმესთან მიმართებაში რა გინდათ, საით გინდათ, როგორ გინდათ და აი ეს დალაგების პროცესი ცოტა დამღლელიც კი არის. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, ახლა პირად ურთიერთობაში აქ ამოგვის პიროვნება, ვისგანაც იქნება ინიციატივები წამოსული თქვენი მიმართულებით, შესაძლებელია აქ ადამიანი ცოტა ეგოისტიც იყოს და თავის თავი უყვარდეს და თავის თავიდან გამომდინარე გადმოდგას ნაბიჯები. შეიძლება გულდაწყვეტილებით ჩანდეთ პირადში მომდევნო ერთ კვირაში, ანუ ადამიანი მოდის გამოხატავს ინიციატივას, ან თქვენ თავად გადადგავთ ნაბიჯს, მაგრამ არ იყოთ ბოლომდე კმაყოფილები და აი რაღაცაზე გული მაინც დაგწყდეთ შინაგანად. აი ბოლომდე შეიძლება გარეგნულად და ეს ხალხის დასანახად და ზოგადად ურთიერთობაში არ შეიმჩნიოთ, რომ რაღაც არ მოგწონთ, მაგრამ ის შინაგანი გულის წყვეტას და რაღაც შინაგან დაუკმაყოფილებელ ენერგიებს და ემოციებს ხედავ, რომ გექნებათ პირად ურთიერთობაში, თუმცა სტაბილურად ხართ. ჯანმრთელობას რაც შეეხება, შეიძლება რამე წამლას თუ სვავთ, რაღაცა პატარ-პატარა მკურნალობის სიტუაციები შეიძლება გქონდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. საერთო ფონში სერიოზული ამ ეტაპზე არაფერი არ არის, ახალი არაფერი არ იცვლება. ერთი რაღაცა შეიძლება სამკურნალო პრეპარატების საშუალება მიღება მოგიწიოთ, ან უკვე ისედაც დაწყებული იყოს ეს პროცესი. რაც შეეხება რჩევას, რჩევა მექნება ესეთი, რომ ზოგადად ამ ერთი კვირის განმავლობაში რომ ეცადეთ, არ იყო ძალიან ინიციატივიანები და ზედმეტ პასუხისმგებლობთ და ზედმეტ ინიციატივებს ნუ გამოხატავთ, არ ღირს, ჯობია დაელოდოთ, წამოვით ეს სხვისგან შემოთავაზება, ჯობია რაღაც სიტუაციაში მოერგოთ მაგალითად კოლექტივს, ან მოერგოთ სიტუაციას, ან ურთიერთობებს, ან მდგომარეობებს, არანაირ ცვლილებაზე მოდით ამ კვირაში ნუ იფიქრეთ, რაც არის სტაბილურობა იმის შენარჩუნებაზე, იფიქრეთ მაქსიმალურად მოუჭირეთ ხელი, ფინანსები იქნება ეს თუ ურთიერთობების შენარჩუნებისთვის ბრძოლა თუ რაღაცა, უბრალოდ არაფერი არ შეცვალოთ, როგორც არის, ესე მიიღეთ ეს მდგომარეობა და არ გინდა ზედმეტი აქტიურობა, არ გინდა ზედმეტი ცვლილებები, ამ კვირაში მოდით ცოტა გაჩერდით, ცოტა დამშვიდით და დასტაბილურდით, დაწყმარდით, ენერგიაც ნაკლებად დახარჯეთ. ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ ჩაიკეტოთ და ყველანაირ კონტაქტზე უარ თქვათ, არა, კომუნიკაციების კუთხით კარგი იქნება თუ გაფართოვდებით და ახალ სანაცნობო წრეს გაიჩენთ და ახალ კონტაქტებს შეხვალთ და მეგობრებთან გაისერნებთ თუ რაღაცა დაიცალოთ ენერგიისგან და ემოციისგან, მაგრამ როგორც თქვი, ზედმეტი ინიციატივები არ ღირს. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გისურვებთ ბედნიერ, ჰარმონიულ, ნაყოფიერ კვირას.